თავისუფალ დროს კომენტატორიც ვარ ხოლმე. რამდენიმე წლის წინ ფედერაციამ იყიდა პოლარის სისტემა, რომელიც ითვლის რამდენი კილომეტრი გაირბინა ფეხბურთელმა, რამდენი აჩქარება გააკეთა და ასე შემდეგ. იდეაში ამას კლუბები უნდა აკეთებდნენ, კლუბები უნდა ზრუნავდნენ, რომ იყიდონ ეს პროგრამა და რაღაცა, რამდენიმე გუნდის გარდა არავის არ აინტერესებდა რა და ამიტომ ფედერაციამ იყიდა და აჩუქა კლუბებს, რომ დათვალეთ ვინ რამდენს დარბის და ასე შემდეგ და ერთ-ერთ თამაშზე საკომენტატოროში იყვნენ ადამიანები, ვინც მუშაობენ ამ სისტემაზე, პლანშეტები აქვთ და მთელი თამაში სტატისტიკებს აკეთებენ რა, ვინ რამდენი გაირბინა, რამდენი აჩქარება, ფეხბურთელებს ესეთი რაღაც უკეთდებათ, ჩიპივით არის და რო დარბის ის ითვლის რა ყველაფერს და თავიდან მქონდა ძალიან ცუდი შედეგები ამ აჩქარებების რაოდენობაში, გარბენილ კილომეტრებში და ასე შემდეგ და მოკლედ ყველა მაგრად ბალეში ყოფთ, რომ კარგი შედეგები დადგეს, იმიტომ რომ ერთ-ერთ ფეხბურთელს მაგალითად მატჩში ჰქონდა 0 აჩქარება. 0 აჩქარება ჰქონდა ერთ შეხვედრაში. ხო და მაგრად ბალეში ყოფთ რა ამ ფეხბურთელებს, რომ რაღაც შედეგი ევროპასთან მიახლოებული შედეგი დაიდოს და ნუ აჩქარებებში გვიჭირდა, მაგრამ მაქსიმალურ სისტრაფეში, ანუ შეიძლება ერთხელ აჩქარდეს ფეხბურთელი, მაგრამ ისე აჩქარდეს, რომ ერთხელ დაფიქსირდა 38 კმ/სთ, 37 კმ/სთ, ერთხელ 38-ზე მეტიც დაფიქსირდა. არა, მსოფლიო რეკორდებთან ახლოს იყო. ბევრი აჩქარება არ ქონია, მაგრამ ერთი და მაგა ნაღდი და ერთ-ერთი თამაში მიმყავს აქეთ ეს ისენი პლანშეტიანი ხალხი არის და ესენიც მაგრად გულშემატკივრობენ, რომ და ნახეო 30 კმ/სთ-ო და კიდე იმატებსო რა. 35-ო 38 კმ/სთ-ო, 40-ო მსოფლიო რეკორდი ღრიალი არის რა და მე უცებ დაწყნარება 50 კმ/სთ 60 80 კმ/სთ 100 და 100 კმ/სთ-ზე გამომხედეს რა ხდებაო. მეთქი მაგ ფეხბურთელმა ტრაუმა მიიღო და სასტრაფოს მანქანით მიყავთ რა. ეს ჩიპის მოხსნა დაავიწყდათ რა. ჩიპის მოხსნა დაავიწყდათ და ის მიქრის 100 საამყოფოზე რა. ესე გაგვიფუჭდა მსოფლიო რეკორდი. ცოტა გული კი დავწყდა.